ხელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათან. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს. გილოცავთ ყველას მარხვის დაწყებას. შეიძლება ზოგ შემთხვევაში ადამიანი ფიქრობდეს, რომ ესე იგი ახლა მარხვა იწყება და რაღაცა სიძნელეა და რაღაც ისეთი, მაგრამ სინამდვილეში მარხვის პერიოდი ყველაზე უფრო მშვიდი არის და ყველაზე უფრო მოსახერხებელია სულიერი ცხოვრებისათვის. და ყველაზე უფრო საზეიმოც არის სულისთვის. იმიტომაც ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი, რომ მარხვა არისო სულის ზეიმი ხორცზე. სული ხარობს ამ დროს, სულის საკვები არის მარხვა. ამიტომ თუ დავაკვირდებით ჩვენ წლის განმავლობაში უფრო მეტი არის მარხვის დღე. რომ შეაჯამო მარხვის დღეები, ის ერთდღიანი მარხვა, ოთხშაბათი, პარასკევი იქნება, თუ ეს 4 დიდი მარხვა, ეს რომ შეკრიბო, მარხვის დღეები უფრო მეტია ვიდრე ხსნილი. იმიტომ რომ ჩვენს დაზიანებულ ბუნებას, ჩვენს მიდრეკილებას, ცოდისაკენ, ჩვენს მანკიერებებს სწორედ ეს მარხვა ჭირდება საკურნებლად. სწორედ ეს მარხვა ჭირდება ჩვენ სულს იმისათვის, რომ საკვები ჰქონდეს. და მეორე მხრივ კიდევ ეს მარხვა არის ჩვენი მხრიდან ღვთის სიყვარულის გამოვლინებაც, რა შეგიძლია მოითმინო ქრისტესთვის. მაგალითისთვის დღეს ახლა ჩვენ მოვიხსენეთ 7 მაკაბელი ყრმა დედასთან და თავის მოძღვართან ელიაზართან ერთად. ეს საოცარი ქალბატონი იყო, სოლომონია ერქვა ამ ქალბატონს, ეს არის ძველი აღთქმის პერიოდი, მეორე საუკუნეა ქრისტეს შობამდე. და წარმოიდგინეთ, ისინი ქრისტეს ისინი თავისი რჯულის დასაცავად აღესრულნენ მოწამეობრივად. იქ იყო მეფე იყო ეპიფანე, რომელმაც გადაწყვიტა, რომ რაღაცა კერძსახურება შემოეტანა ქვეყანაში და აიძულებდნენ ადამიანებს, უამრავი 1000 ადამიანი დახოცეს. მრავალი 1000 ადამიანი დახოცეს და ამ ყრმებსაც აიძულებდნენ, რომ ღორის ნაკერპავი ხორცი შეეჭამა. ნაკერპავი რას ნიშნავს? კერპებისთვის შეწირული ღორის ხორცი და მათ იცოდნენ, რომ ჯერის რომ ღორის ხორცი არ უნდა შეეჭამათ და მეორეც ნაკერპავის ხორცი არ უნდა შეეჭამათ. ამიტომაც ახლა შეხედეთ, 7 ძმა არის, ჯერ პირველს მიადგნენ. პირველი მტკიცე დგას და ყველა ძმის სიტყვას თუ წაიკითხავთ, ეს ვრცლად წერია წმინდა წერილში, ძველი აღთქმის ბოლო წიგნებია, მაკაბელთა წიგნები, სანამ მათეს სახარება დაიწყება. ბიბლიაში წერია, მაკაბელთა წიგნები არის და იქ ვრცლად არის აღწერილი და მათ მოწამეობრივ აღსასრულში ძალიან მკაფიოდ ჩანს იმედი აღდგომისა. რომ თითოეულ მათგანს ჰქონდა მკვდრეთით აღდგომის იმედი. წარმოიდგინეთ, ქრისტე არ იყო ჯერ მკვდრეთით აღდგარი, მაგრამ მათ იმედი აქვთ, რომ ღმერთი კვლავ აღადგენს მათ სხეულებს და ეს უეჭველი რწმენა იყო, ესე იგი და ამ რწმენით აღესრულნენ. ეს პირველი უფროსი ძმები და ბოლო პატარა რომ დარჩა. ეხლა ეგონა ამ ეპიფანეს, რომ ამას მაინც მოდრეკდა და პირდებოდა 1000 რაღაცას, როგორც არის ხოლმე. მაგრამ დედა აგულიანებდა. წარმოიდგინეთ, დედა ამ ყველაფერს უყურებდა. რომ თავისი 6 ვაჟი როგორ დახოცეს. მოდი ადამიანურად რო ვთქვათ, ხო, მაგრამ ის სულიერად უყურებდა. და მე-7 ძმასაც შეაგულიანებდა, რომ შენ ნუ შეგეშინდებაო ამისიო და მხნეთ შეეგებეო სიკვდილსო და იმასაც აღდგომის იმედს ჩაუნერგავდა და სწორედ ეს პატარა ძმა შეგულიანებული სწორედ მიდის ამ მოწამეობრივ აღსასრულზე და საოცარი რამე წერია. როდესაც ეს მე-7-ც აღესრულა, დედა ხარობდა, ესე იგი, რომ 7-ვე შვილი უმანკოდ გააცილა ამ წუთის ოფლიდან. დედა რაზე ხარობდა? ეს არის სწორედ დედის შრომის გვირგვინი, ესე იგი, რომ დედა შვილები გააცილოს ისე, რომ იცის, რომ ღვთის ერთგულებით გარდაიცვალა. და ამითი დედა ხარობს.
მისი ხსენებაც არის დღეს და მათი მოძღვრის ელიაზარის ხსენება, რომელიც მათზე უწინ აღესრულა, ესე იგი ისიც მოწამეობრიოდ. რატო ამბობ ახლა? ჩვენ შეიძლება ესეთი მოწამეობრივი აღსასრული არ გვიდგას წინ, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმ ნაკერპავის ჭამისაგან და ესე აღესრულნენ სიკვდილისთვისაც კი მზად იყვნენ. და ჩვენც რაღაცა პატარათი რომ მივღვაწოთ მათ, ჩვენც რაღაცისგან უნდა თავი შევიკავოთ. ესე ჩვენი მხრიდან გამოხატულება იქნება ღვთის სიყვარულისა და ერთგულების. ღმერთმა მოგვანიჭოს ჩვენ ძალა, რომ აი ეს მარხვა ღვთისთვის სათნოდ გაგვეტარებინოს და შევხვედრილიყავით ჯერ ფერისცვალების დღესასწაულს, რომელიც შუა მარხვაშია ხოლმე და შემდგომ კი მარიამობის დღესასწაულს და სიხარულისა იყოს ეს დღესასწაულები და ჩვენი სულის საკურნებელი. ერთმა დალოცული და გახარებულები გავყოფით. ჩვენთან არის ღმერთი.